აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ღონისძიებას სპორტსმენებთან ერთად მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. თემას ახლა პირდაპირ ეთერში ნათი ალომაძე განაგრძობს. ნათი, თუ არის შენთვის ცნობილი, ვინ მოხვდა საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში? აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ დასახელებულ 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის ყველაზე მეტი მოჭიდავეა სპორტსმენებმა წლის განმავლობაში ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში. საერთაშორისო ასპარეზობებზე არაერთი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ათეული ასე გამოიყურება ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: შმაგი ბოლქვაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, გიზო მელაძე, ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი, ასევე სამბო, ირინე ლეონიძე, თორნიკე ჭოველიძე, რევას წულუკიძე. ათეულშია მოჭადრაკე სალომე მელია. დღეს მათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. დღესვე დაასახელეს საუკეთესო მწვრთნელთა ათეული და ასევე პერსპექტიული სპორტსმენებიც გამოავლინეს. წლევანდელი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გახარებული ვარ წლის საუკეთესო სპორტსმენში რომ მოვხდი და აჭარაში ძალიან დიდი მნიშვნელობა არის. მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. დიასპორაზე, ევროპაზე და მსოფლიოზე, სამწუხარო მსოფლიოდან გამოვარდი, ვერ მივიღე მესამე ვერც მეორე ვერც პირველი. ევროპის ჩემპიონატზე ავიღე მესამე ადგილი. ძალიან კარგი წელი იყო ჩვენთვის, წარმატებული წელი იყო ნამდვილად და ასეთი შედეგი ნამდვილად გამეორებული იყოს კიდევ ერთხელ რამოდენიმეჯერ და მე მადლობელი ვარ, მაყოფილი ვარ კიდევ იმ წარმატებული წლისათვის და წარმატებული სპორტსმენები რო აუგზავრდე და მესახელებიოს კიდევ ერთხელ ჩემი აჭარა. ველოსპორტში არის სახეობები, არის მთის, გზატკეცილის, ორივეში ასპარეზობდი, მქონდა წარმატებები და ნამდვილად არ ველოდებოდი ესე სპორტსმენებთან თუ მოხდებოდი, მაგრამ დიდი პრესტიჟია ეს ჩემთვის და მომავალი წლისთვის უფრო მეტად მოემზადი, ორნაგად უფრო გაძლიერებული ძალები შეუტევ ალბათ და დიდი პატივია. საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად სპეციალურმა კომისიამ იმუშავა. კომისიის გადაწყვეტილებით დასახელდნენ წლის საუკეთესო ჟურნალისტები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდნენ სპორტულ ღონისძიებებს. მათ შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებიც. მანამდე კი დაასახელეს სამი საუკეთესო ფედერაცია, რომელთაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ჯილდოები მშვილდოსნობის, იუდოსა და ჭიდაობის ფედერაციებს გადაეცათ. წარმატებული წელს მივიჩნევ მე პირადად, მსოფლიო ჩემპიონი ყავს, ევროპის ჩემპიონები ყავს და 9 მედალი გვაქვს ჯამში, უკმაყოფილო ვერ ვიქნებთ, მაგრამ იმედია მომავალ წელში უკეთესი შედეგი ვექნება. ძნელია როგორც მოგეხსენებათ ჭიდაობა ცოტა სხვადასხვა სპეციფიკური ის არის, მაგრამ რა ვიცი, შევეცდებით რომ ყველანაირად მომავალში უკეთესი შედეგი დავწერთ და რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რა ვიცი, ყველას დიდ მადლობას მოვუხდით. ესეთი დაფასებისთვის, ესეთი შრომისთვის აღიარება ჩვენთვის ნიშნავს ხალხის სითბოს, სპორტული საზოგადოების სიყვარულს, სითბოს და მოხარულები ვართ, რომ აი ჩვენი შრომა დაფასდა. თუ გასულ წელს ანალოგიურ დროს აჭარის რეგიონის სპორტსმენებმა საერთაშორისო არენაზე 13 მედალი მოიპოვეს, წელს 22 მედალი მოიპოვეს და ამაში უდიდესი წვლილი, რა თქმა უნდა, ჭიდაობას, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას მაქვს საუბარი, ჭიდაობას მიუძღვის და ჭიდაობის გარდა საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა რეგიონში სამბო. დავაჯილდოვე დღეს 10 სპორტსმენი, 3 ფედერაცია, ასევე პირადი მწვრთნელები და განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა მოგუხავ და ვისაუბროთ ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში აშუქებდნენ ჩვენ ღონისძიებებს. ძალიან საინტერესო წელი იყო აჭარის სპორტისთვის. ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე საერთაშორისო ღონისძიება, მაგალითად ჩახასწრებთ ჭადრაკში საერთაშორისო ღონისძიებას, ასევე ჩვენმა სპორტსმენებმა რამოდენიმე სპორტსმენმა საერთაშორისო მასშტაბით ძალიან დიდ ტურნირებში წარმატებას მიაღწიეს. სულ გავიცით დაახლოებით 300 ჯერდი ჯილდო, რაც იმაზე მეტყობს და ძალიან წარმატებული წელი იყო აჭარის სპორტისთვის. როგორც აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში აცხადებენ, მომავალი წლიდან იზრდება სპორტის მიმართულებით დაფინანსება, კონკრეტულად კი ფედერაციებს ეზრდებათ ბიუჯეტი. ის მომავალ წელს 2015 წელს იქნება დაახლოებით 2.465.000 ლარი.